მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. შემოგიერთით რუბრიკით, სადაც ვფიქრობ საინტერესო თემაზე ვაპირებთ საუბარს. მოგეხსენებათ და დამეთანხმებით ალბათ, რომ სტრესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამაში ვერაფერს შევცვლით, თუმცა დღევანდელი ეთერის მთავარი მიზანია მივიღოთ რჩევები თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება სწორედ ამ სტრესის გამომწვევ პრობლემებთან და მიზეზებთან დაკავშირებით. ანუ აქ გვაქვს საუბარი იმაზე თუ როგორ უნდა გავიმარტივოთ ცხოვრება, როგორ მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან, როგორ აღმოვაჩინოთ რესურსები საკუთარ თავში და მოკლედ ამ მიმართულებით უფრო ვრცლად და დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად, ასე რომ წარმოგიდგენთ ნათია უტიაშვილს, რომელიც გახლავთ ფსიქოკონსულტანტი, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი. კი ბატონო, ნათია, შემოგვიერთდით, მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. ძალიან ისეთი საინტერესო თემა გვაქვს. ერთი შეხედვით შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა იფიქროს, როდესაც გარშემო ამდენი ვთქვათ პრობლემა გვაქვს, როგორ შეიძლება რომ აი ცხოვრებისგან მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. თუმცა დავიწყოთ სწორედ საუბარი ამაზე, ეს არის თქვენი ვორქშოპის სახელწოდება, რომელზეც თემაზე ესაუბრებით სხვა ადამიანებს, თუმცა ჯერ ჩვენი მაყურებელი გაიგებს, ასე რომ მოდით დავიწყოთ საუბარი. რატომ გჭირდება ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, როგორ უნდა მივიღოთ და რატომ ვერ ვჩერდებით დიდხანს აი ამ კონტენციაში? მოგესალმები ლანა და მივესალმები შენს მაყურებელს. ხო, რაღაც ეს თვითონ ეს ფრაზა ცხოვრება როგორც სიამოვნება გარკვეულწილად შეიძლება ითქვას ჩემს სავიზიტო ბარათათაც იქცა, იმიტომ რომ მას თავისი რაღაცა წინაპირობები აქვს და ხშირ შემთხვევაში ეს ფრაზა დაბნეულობასაც იწვევს ხოლმე ადამიანებში. ხშირ შემთხვევაში რაღაცნაირად თითქოს რა დროს ცხოვრებას და რა დროს სიამოვნებაზეა საუბარი. ხო, ძალიან ბევრი კითხვა ჩდება ხოლმე და აქ რა თქმა უნდა არ იგულისხმება ცხოვრება როგორც სიამოვნებაში, იგულისხმება თვითონ პიროვნების აღქმა, როგორ აღიქვამს ცხოვრებას, რამდენად აღიქვამს თვითონ ცხოვრებას და რამდენად შეუძლია რომ ამ ცხოვრებაზე თვითონ გქონდეს კონტროლი და თვითონ განსაზღვროს როგორ ცხოვრებას აირჩევს. აი ეს არის ცხოვრება როგორც სიამოვნება, არ არის მარტო სიამოვნება, რაღაცა დაუშვათ დიდი დღესასწაული, ხო, რაღაცა მოლოდინები, დაუშვათ თუნდაც აი თავში ვიწყებთ რომ ზაფხულში დავისვენებთ და გვექნება სიამოვნების დღეები. ანუ ნებისმიერ პატარა დეტალში უნდა ვიპოვოთ სიამოვნება. აი მაგალითად, როდესაც ვიღვიძებთ, ხო? ჩვენ წინ არის რაღაც პრობლემები ჩდება, ხო? მარჯვენა მხარეს არის დაუშვათ პრობლემები, რომელიც თუნდაც წინა საღამოდან გამოგყვა. მარცხენა მხარეს არის მე მადლიერება გამოვხატო, თქვა რომ იცი რა მე გადავწყვიტე რომ ეს ცხოვრება დღევანდელი დღე ახალი დღეა, ახალი შესაძლებლობა, ახალი რაღაცა შეიძლება რესურსები გამოჩნდეს, ახალი უნარები შევიძინო, ახალ ადამიანებს შევხვდე და რატომაც არა გადავწყვიტო მე ვირჩევ ამ პრობლემაში დარჩენას, მთელი დღე ამაზე ფიქს, ამაზე წუწუს თუ მე პირიქით ვაკეთებ არჩევას რომ ეს ცხოვრება გავატარო სასიამოვნოდ, ხო? ამიტომ როდესაც ამ არჩევას ვაკეთებ და დილით გამოვდივარ ესე მადლიერების გზნობით, ღმერთის მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, ადამიანების მიმართ, შენს მიმართ, რომელმაც ეთერში დამპატიშე, ხო? უკვე ეს სიამოვნების გზნობა და მადლიერების გზნობა მოდის ნელ-ნელა, იმიტომ რომ ჩემთვის სიამოვნება და მადლიერება არის ერთად და ბევრი ადამიანისთვის არის ესე. მე უკვე რომ მოდიხარ ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის დაფასებას იწყებ, ხო? დაუშვათ აი მოხვედი როგორ შეგხვდნენ. მაგალითად, როდესაც აი ხა ეთერში ვსყიდვათ, მე პირადად უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და საერთოდ არ ვფიქრობ, სანამ მოვიდოდი აქ, დაუშვათ ან რა უნდა ვთქვა, ან მომავალში რა უნდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ როდესაც უკვე ვიწყებთ წარსულზე წუწულს, აი ეს რატო მოხდა, როგორ მოხდა, რატო ვერ შევცვალე, ან მომავალზე რომ აი ხვალ ამას გავაკეთებ, ზეგამას გავაკეთებ, აი იქ რაღაც აქ მყოფობის შეგრძნებას კარგავთ, კი, იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია და კონტროლი არ გვაქვს წარსულზე. არც კონტროლი არ გვაქვს მომავალში და შესაბამისად, აი მომენტებით, პატარ-პატარა დეტალებით, თუნდაც რა ვიცი, ყველასთვის არის ინდივიდუალური ეს სიამოვნება. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, აი მაგალითად ჩემთვის ბოლო პერიოდში დავაფიქსირე, რომ ყავას დილით სვამდი ხოლმე გადარბედაზე, გაურბოდი და ბოლო 2 წელია 9 საათი, აი რაც უნდა ხდებოდეს, მე ვზივარ ყავას სვამ და ვიღებ სიამოვნებას. აი გემო ხა გავიგე რა არის ყავის გემო და ანუ აი ესეთ პატარ-პატარა დეტალებშია, ხო, დაუშვათ შეიძლება მეგობართან წასვლა იყოს სიამოვნება, შეიძლება იყოს ვიღაცისთვის მოგზაურობა. ანუ საკუთარ თავთან თვითრეფლექსიის ამბავია მაინც. კი ბატონო, აი საინტერესო თემას მივადგეთ, ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა საუბარი იმაზე, რომ საკუთარ თავზე ვაქცენტირდეთ, საკუთარ თავს მივაქციოთ ყურადღება, დრო დავუთმოთ, მაგრამ აი ეს ცხოვრების თანამედროვე რიტმი ცოტა ხელს გვეშლის ამ ყველაფრის შესრულებაში, გცალია ყველასთვის, ყველაფრისთვის, მაგრამ საკუთარ თავზე რომ მიდგება საქმე, არაფრისთვის გვაქვს დრო, ხომ? რეალურად როგორ მოვძებნოთ საკუთარ თავში ის რესურსი, რომ რეალურად თუ დავაპრიორიტეტებთ, ხო, ვიცით ყველამ და თუ ჩავთვლით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გავაკეთებთ, მაგრამ ვერ მივდივართ იქამდე, ხო, ფაქტია, ბევრი რაღაც გვეშლის ხელს. ამიტომ როგორ დავაპრიორიტეტოთ საკუთარი თავი? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? ხო, ეხლა ძალიან ბევრი რაღაციდან მომდინარეობს, ხო? გვინდა რომ ვიღაცას ვასიამოვნოთ, ვიღაცას რაღაცა გავუკეთოთ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ჩვენს აღსდაში დევს, ჩვენს კულტურაში დევს და ყოველ
ყოველთვის რაღაცა ქმედების უკან დგას რაღაცა ადამიანის ან გამოცდილება, ან რაღაცა ქცევის, ანუ ყველანაირი ქცევა შეიძლება რომ ახსნა მოუძიოთ, განაჩინა ჩვენ როგორ შევხედავთ და რა კუთვნით. შესაბამისად, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? აი, აქედან უნდა დავიწყოთ. მაგალითად, რატომ ვაკეთებ იმას, რომ მუდმივად ვცდილობ სხვებს ვასიამოვნო და საკუთარ თავს არ ვასიამოვნებ? რა დგას ამის უკან, ხო? ანუ აქაც იწება ასე ხომ არ გავიზარდეთ? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი კულტურაც გვზდის იმით, ადრე იყო ხოლმე რაღაცა ესეთი გამოთქვა, რომ ტრათ უნდა გაზარდო შვილია, ხო? ანუ რაღაცა სხვას უნდა გამოადგეს და თითქოს საკუთარ თავს და შენ არ უნდა გამოგაგდეს. ხო, ვერც ვიგებ, მაგრამ იყო რაღაცა კულტურა, ხო, აი, ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიაც ჩემი მიმართულება რაც არის, ზუსტად ეს არის, რომ ყველა კულტურაში სხვადასხვა რესურსებია, ყველა კულტურაში რაღაცა სიმპტომი სხვადასხვანაირად აღიქმება და ასეა ჩვენთან იყო ბევრი რაღაცეები, ეს აქ არავის არ ვადანაშაულებთ, იმიტომ რომ ეს მოდის, ხო, დაუშვათ, ყოველთვის იყო და ეს უბრალოდ ნახეთ, როცა ვიწყებ მე საკუთარ თავზე ფიქრს, საკუთარ თავზე ზრუნვას, უკვე ხვდები, რომ რაღაცეები, რაც არის ჩემს თავში, ჩემს ფსიქიკაში, ჩემი არ არის. ეს შეიძლება იყოს, არ ვიცი, მეგობრები, შეიძლება ნათესავები, შეიძლება იყოს ოჯახის წევრების, ბევრი რაღაცი შეიძლება იყოს და ეს საინტერესო, აი ბოდი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ ახლა დავფიქრდი, როგორი კულტურა იყო ჩვენთან და პრინციპში ალბათ ახლაც ასეა. ლამაზ ჭურჭელს ვინახავდით სტუმრებისთვის, ხო? ჩვენ არ ვიყენებდით. თუ რაღაც გემრიელი, ტკბილეული გქონდა, ვინახავდით სტუმარი თუ მოვა მისთვის, რომ მიგვერთო. ანუ ალბათ ხო, აქედან გამომდინარეა ის, რომ ჩვენი თავი ყოველთვის უკანა პლანზე იქნება. კი, ხო, ბევრი დეტალია კი. ხა სტუმართმოყვარე ქვეყანა ვარ და რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია, მაგრამ ის რომ ამ სტუმართმოყვარეობაში საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ, აი ამაზეც უნდა ვიფიქროთ. და როგორ არის იცით, ხა ვიღაცამ შეიძლება მოგვისმინოს და თქვას, რომ რა მარტივია, ესეთი მარტივი ხო არ არის. მარტივი არ არის და სულ ვამბობ, რომ ყველაფერს სჭირდება შრომა. თუნდაც ის რომ დილით გაიღვიძო და ცხოვრება აღიქვა სიამოვნებად და მიხვდე რომ შენ ცხოვრობ, ეს შენი ცხოვრება და შენ უნდა იცხოვრო, ამასაც შრომა ჭირდება. მე არ გამიღვიძია და დილით დავუშვათ, აი ესეთი პოზიტიური განწყობა არ მოსულა ხო თავისით, რაღაცა შრომა ჭირდება. ეს შრომა ჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ მე საკუთარ თავთან მაქვს დიალოგი, მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ აი მაგალითად, აი ახლა აქ რო ვზივარ ეთერში, რა მაიჭებს სიამოვნებას, აი ის რომ შენ გიყურებ, ის რომ კამერებია, ის რომ რაღაცა ბევრი ადამიანი მიყურებს, ანუ მე ვაკვირდები ჩემ შეგრძნებებს, ანუ ჩემს სხეულს ვაკვირდები, იმიტომ რომ ფსიქიკაში და ცნობიერში ბევრი რაღაცა ვიცით ესე დაზეპირებულად, გაცნობიერებულად, მაგრამ სხეულს ახსოვს ყველაფერი. ამიტომ სხეული ძალიან ხშირად გველაპარაკება და ის მაგალითად აი ვიღაცას რაღაცას ვუკეთებთ, ხო? და საკუთარ თავზე რაღაცას მითხრეს, რომ მოდი დამეხმარე, ამ დროს მე ჩემს საქმეზე მივდივარ და ვეუბნები, რომ კი, წამოვა. ნახე, მე აუცილებლად ცუდად გახდები, აუცილებლად ენერგიის ნაკლებობა იქნება. შეიძლება სტრესულიც იყოს. ამიტომ უნდა დავფიქრდე, რომ შემიძლია მე ეს ამას უთხრა კულტურულად უარი, ანუ ჩემი საზღვრები დავაწესო და მე გავაკეთე ჩემი საქმე. ხო, არასთქმა, ხო, ის საზღვრების დაწესება, იმიტომ რომ აი წარმოვიდგინოთ მაგალითად სახში, ჭუჭყიანი ფეხსაცმლით ხო არ შემოუშვებთ ადამიანს და წარმოვიდგინეთ რამდენი ნეგატივი შემოდის ესე ჩვენთან და ჩვენ ესე ღია ვართ, ვუშვებთ, არავის არას არ ვეუბნებით, ამას გაგიკეთებ იმას და საღამოს მოვდივარ და ენერგია არ მაქვს, ვიძახი რომ სტრესში ვარ, ვიქნები სტრესში, იმიტომ რომ ჩემი ენერგია არასწორად გადანაწილდა. იმიტომ რომ ჩვენ გვინდა არ გვინდა ადამიანს აქვს მოთხოვნილება საკუთარ თავზე იზრუნოს. ეს ეგოისტურად ჟღერს თუ არ ზის, ეს არის ნამდვილი ამბავი. თუ მინდა რომ მე ვიყო ჯამთელი ფსიქიკურად, თუ მინდა რომ მე ვიყო ფიზიკურად ჯამთელი, საკუთარ თავზე ზრუნვით უნდა დავიწყო. ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ ახლობლებს არ უნდა მივაქციო ყურადღება და დავაიგნორო. უბრალოდ უნდა რაღაცა ის სასწორებით გავაკეთო, რომ ამ მომენტში მოდი რომელი მიღირს, იქნება ეს მიღირს და მე თუ კარგად ვიქნები, მე თუ მენტალურად ჯამთელი ვიქნები, ფიზიკურად ჯამთელი, ახლობლისთვისაც კარგი ვიქნები, მეუღლისთვისაც კარგი ვიქნები და შვილებისთვის რა თქმა უნდა ბედნიერი და ჯანსაღი დედა და მამა ყველასთვის ბედნიერებაა და ყველაფრის საწინდარი. ნამდვილად ასეა. ნათია, ვორქშოპში თქვენ გაქვთ ერთი მთავარი თემა და ეს არის ბალანსის მოდელი. ანუ რას ნიშნავს 4 სფეროზე ამახვილებთ თქვენ ყურადღებას, რას ნიშნავს ეს 4 სფერო და როგორ შეუძლია ადამიანს რომ თავად აღმოაჩინოს, აი რომელ სფეროშია სუსტი ან პირიქით ძლიერი და უნდა ჩავატაროთ თუ არა ანალიტიკა ზოგადად ამ სფეროებში. ხო, ეს არის პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სამუშაო მოდელია, ბალანსის მოდელი, რომელიც პეზეშკიანის შექმნილია და როგორ არის იცით, რომ საერთოდ ენერგიები, ადამიანის ენერგია ნაწილდება ამ 4 სფეროში და ზოგადად ესე როგორც პეზეშკიანი ამბობდა, ადამიანი იმიტომ კი არ ხდება ავად, რომ რომელიმე სფერო აქვს ათვისებული, იმიტომ რომ რომელიღაცა სფერო არ აქვს ათვისებული. და ის იწვევს, ხო, 4-ვე. ნახეთ როგორ არის ეს სავარჯიშოა და ბევრს ვაკეთებინებ ხოლმე ინდივიდუალურად რომ მოდიან ჩემი კლიენტები, მათაც ვაკეთებინებ. ანუ 4 ნაწილი და 2 ხაზი რო ესე გავაკეთოთ და 4 ნაწილად გავყოთ, ზევით არის სხეული. ანუ ეს სხეულში რა იგულისხმება, მაგალითად, რამდენად ზრუნავ ჩემს სხეულზე, ფიზიკური ვარჯიში, სეირნობა, შეიძლება იყოს ეს კოსმეტოლოგიური პროცედურები, ჯანსაღი, ბევრი რაღაცა. მეორე არის მიღწევები და საქმიანობა. ანუ სამსახურში რა საქმიანობ, რა მიღწევები მაქვს სწავლა, ანუ ბევრი რაღაც.
რაღაცა. უკვე მესამე არის კონტაქტები, ანუ ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ სოციალური არსებები და გვჭირდება კონტაქტი, ხო, ადამიანთან ურთიერთობა. მეოთხე არის საზრისი, ანუ საზრისში გულისხმება, აი ფანტაზიები, ხო, ფიქრები, ასევე დავუშვათ სარწმუნოება, ფილმების ყურება, წიგნები, ძალიან ბევრი რაღაცა, რომელიც ძირითადად ფსიქიკასთან და ეს აზროვნებასთან არის დაკავშირებული. ნახეთ, რომ ავიღოთ 100%-იანი, ყველაზე იდეალური ვარიანტია, რომ 25% ქონდეს ყველას. მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა და ძალიან კარგია და მივესალმები, ვისაც ესე აქვს, მაგრამ არის ხო შემთხვევა, რომ მაგალითად, როდესაც უსვამ კითხვას ადამიანს, რომ მოდი აბა დაფიქრდი, შენი აზრით, რამდენ პროცენტს მისცემდი საზრის? აი ადამიანი, ვინც ძალიან ბევრს ფიქრობს, შეიძლება 50% მისცეს საზრის. აქ რო 50% საზრის აძლევს, ხო? კონტაქტებში შეიძლება დეფიციტი აქვს. ან მიღწევებში აქვს დეფიციტი, ან სხეულზე აზრუნავს. ნახე, აქ უკვე გაჩნდა პრობლემა. იმიტომ რომ ბალანსი დაირღვა. მაგალითად, მე თუ სამსახურში მუდმივად მუშაობ, სულ მიღწევებზე ვარ ორიენტირებული, შეიძლება სახლში ურთიერთობებში ადამიანებს, ჩემს ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ვაკლებ, ხო, დროს. აქ უკვე ჩნდება დეფიციტი, იმიტომ რომ სხეული მაშინვე გრძნობს, რომ რაღაც არის ასათვისებელი, რაღაცა ენერგია, ძალიან დიდი ენერგია წავიდა იქ. და მე როდესაც მიღწევებში როგორ არის, იცი ხშირად ჩნდება კითხვა, რომ ნუ აი რატო სწავლობს ხშირად ძალიან ბევრს ადამიანი და პრაქტიკაში არ ახორციელებს, ხო? შეიძლება ფიქრობს, რომ აი მაგალითად საკმარისი არ ვიცი, უფრო მეტი უნდა ვისწავლო და ნახეთ როგორი სტრესი მოდის, სტრესი წამოვიდა, სწავლობს ამდენს და თვითკმარი არ არის, ანუ არ არის საკმარისი, ვერაფერში ვერ გამოვიყენებ, კიდე მეტი უნდა ვისწავლო, ხო? არის ესეთი რაღაც, მაგალითად ფიქრებშიც, აი მუდმივად რაღაც არის ურთიერთობაში გადასამუშავებელი, მაგალითად ჩვენ შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და ჩვენ უნდა გადავამუშავოთ ეს კონფლიქტი, ხო? მე მივდივარ აი ესე, მივდივარ ფიქრებში და ვიწყებ ამ ფიქრებში ჩხუბობ შენზე, ხო, რაღაც პრობლემები იქნება და ჩვენ შორის დაძაბულობა ისე რჩება, იმიტომ რომ მე ეს ვერ გადავამუშავე. ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად სხეულზე რომ დაუსვა ჩემ თავს კითხვა, რომ აი სხეულზე რამდენად ვფიქრობ, რამდენად ვზრუნავ, აი ესეთი დაღლილი რომ ვიღვიძებ, რა გავაკეთე გუშინ, ისეთი, რამაც ამ შემიშალა ხელი. ასევე მიღწევებში და ესე კითხვები და თვითრეფლექსია და ჩაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების ერთგვარი ფორმულაა, ეს 25-25-25 და თუ ყველას დავაბალანსებთ, იქნებით იდეალურად, ასე. იმიტომ რომ ენერგია იქნება სწორად განაწილებული და ენერგია, ანუ სხეულებრივადაც ძლიერი ვიქნებით, ურთიერთობებშიც არ გვექნება პრობლემა, უბრალოდ არ არის მარტივი და როგორ არის, იცით, ხშირად იწყებენ ადამიანები ამის გაკეთებას და დაუშვათ ორი თვის მერე ვეკითხებით, რომ რა შეიცვალა და აუცილებლად არის ხოლმე ცვლილება. რაღაცა პროცენტები ხანიქით გადადის, ხანაკით. ხა რთულია 25-25, მაგრამ ნუ ცოტა მიახლოებული ვარიანტი რო გქონდეს, მაინც კარგი იქნება. ნაიცა, თქვენ ხართ ასევე არტ თერაპევტი და ძალიან საინტერესო ეს ზედაპირულად ყველამ ვიცით, რა თქმა უნდა, რომ ეს არტ თერაპია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რაცა ჩვენი ენერგიების დაბალანსების და ბევრი რაღაცისთვის, მაგრამ ეს ხატვა, ძერწვა, აი არ ვიცი კიდევ რა მიმართულებებია, რას გვაძლევს რეალურად და როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით. ძალიან საინტერესოა და მე ძალიან მიყვარს და ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ ხოლმე. ხშირ შემთხვევაში არტ თერაპია ბევრ რამეს მოიცავს, ხო? მე პირადად მუშაობ ხატვითი თერაპიით, ასევე ზღაპარ თერაპიით, ასევე მეტაფორული ბარათები არსებობს, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და რა შემთხვევაში ვიყენებთ? იდეალურია ბავშვებთან სამუშაოთ, იმიტომ რომ ბავშვებს უჭირთ ხო რაღაცების, სახელების დარქმევა, საუბარი უჭირთ და ხატვით ძალიან ბევრი რაღაცა გამოდის ხოლმე და სულ ამბობ ხოლმე, რომ ხელს ვერ მოატყუებ. აი ყოფილი ადამიანი, რომ რაღაცა არ საუბრობს, არ ლაპარაკობს და რომ ხატავს მე ისეთი რაღაცას დახატავს, რომ თვითონ მე გაოცებული რჩება, რომ მე ამაზე არ მიფიქრიაო, მაგრამ თურმე ეს ჩემში არსებობს. ამიტომ ძალიან კარგია მაგკუთხით. ასევე აი ადამიანი რომ მოდის და ხო არიან ადამიანები, რესპონდენტებიც არიან ესეთი, რომ კი და არას მეტის საუბარი არ შეუძლია, ხო? ნუ არის ესეთი ტიპი ახლა მოცემულობაა მისი. მით უმეტეს, როდესაც მოდის ფსიქოთერაპევტთან, კიდევ შეიძლება უფრო უჭირდეს, ხო, საუბარი და ხო, ამ შემთხვევაში ძალიან კარგია ხატვა. იმიტომ რომ ხატვა ამბობენ ხოლმე, რომ აი პირდაპირ არაცნობიერთან ჩადის, იმიტომ რომ ისეთი პროგრამები ამოდის ხოლმე და ისეთი პატერნები და ეს ოჯახური კონცეფციები იდება ხოლმე აქ, რომ თვითონაც არიციან ამის შესახებ და მე როგორ ხდება, იცით, როდესაც ადამიანი ხატავს, მე რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ვსაუბრობ, კითხვები, რამდენიმე კითხვა არსებობს, რომელზეც ვიწყებთ საუბარს, ერთი არის რომ გახსნა ხდება რესპონდენტის ან კლიენტის, მეორე ის რომ რაღაც საკითხს ვუღრმავდებით ამ ჩაღრმავების და გაცნობიერების შემდეგ ის პროგრამები, რომელიც ჩვენშია ჩაწერილი, ნელ-ნელა იწყებს ცვლილებას. ვიღაცასთან მეორე დღე შეიძლება შეიცვალოს, ვიღაცასთან ერთ თვეში ან ორ თვეში ესეც ადამიანზე დამოკიდებული. ამიტომ სამუშაოთ როგორც ფსიქოთერაპიაში ძალიან კარგი დამხმარე ინსტრუმენტია და მე უცხო ტექნიკა მომხდა ყურში, მეტაფორული ბარათები, რას ნიშნავს ეს? მეტაფორული ბარათები, ეს არის ეს ბარათებია, რომელზეც არის გამოხატული სხვადასხვა ტიპის ნახატები, მაგალითად ან რაღაცა თემატიკური. ესეც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ადამიანს უჭირს საუბარი და
და არის ესე დახურულათაც არის მაგალითად არ ჩანს რა ნახატები ან ესე ღიად და ადამიანი ანუ მეტაფორულად იწყებს თავის პრობლემაზე საუბარს. ნახეთ, როდესაც რაღაცა განსაკუთრებით რთული საკითხია, შეიძლება პირდაპირ მიჭირდეს ამაზე საუბარი და მეტაფორული ბარათების დახმარებით პირდაპირ ბარათებზე საუბრობს და ამ ბარათებზე რო საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ თავის საკითხზე საუბრობს და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩემ ვორქშოპში ვიყენებ ხოლმე და ბევრი ადამიანები არიან და ზუსტად იმას იღებენ ხოლმე, რომელიც მისთვის არის გამოძახილი და რამდენჯერმე იყო შემთხვევა, რომ ხო არის ესეთი ტიპი, რომ აუ ეს არ მინდა, არა ეს არა რაღაცა არა. იმიტომ რომ არაღიარებს არ უნდა ხო ამ თემაზე. მეორე რო აუღია ზუსტად იგივე ყოფილა ხოლმე, იმიტომ რომ მაინც რაც ჩვენშია და როგორც რაც არის ჩვენში, მაინც იმასთან მივდივართ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ზუსტად ურთიერთობაშიც ესეა, ხო, რაც ჩემშია, იმას ხედავ შენში და რაც შენშია, შენ ხედავ ჩემში, ხო და ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია და ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო ესეთი ინსტრუმენტია დამხმარე ფსიქოთერაპია. ძალიან საინტერესოა ზოგადად ადამიანი, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი ჩვენ საკუთარ თავს 10%-ითაც კი არ ვიცნობთ თურმე და ყველაფერს უნდა ველოდოთ საკუთარი თავისგან. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ვინ ვარ და თქვენ იცით ვინ ხართ, შეიძლება ეს სიურპრიზები შემოგთავაზოს საკუთარმა თავმა. მოკლედ, დასასრულისკენ მივდივართ ნელ-ნელა და ზაფხული არის ის პერიოდი, როდესაც ეს საბავშვო რუბრიკაში ამ მიმართულებით ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ბავშვებისთვის, ემოციური მდგომარეობისთვის და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, ზრდასრულებისთვისაც, იმიტომ რომ ზაფხული რომ ახლოვდება, თითქოს ყველა დაღლას ახლა ვგრძნობთ, ხო, აი ეს რაც მთელი წლის განმავლობაში გამოვიარეთ, ფსიქოლოგიურად არის ალბათ ასე, რომ ვემზადებით იმისთვის, რომ დავისვენოთ. ამ მიმართულებით, აი საკუთარ თავში რესურსების აღმოჩენისთვის, თუნდაც საკუთარი თავის დაპრიორიტეტებისთვის, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ გამოვიყენოთ ეს პერიოდი სწორად. ზაფხული ორგვარია, ხო, გვიხარია ძალიან, მოვა ზაფხული მზე ხო, კარგად მოქმედებს ჩემზე, მაგრამ აი მართლა მთელი წლის დაღლილობა და მთელი წლის სტრესი ზაფხულში იღვიძებს ხოლმე, იმიტომ რომ მაინც სიცხეა, ისეთ ადამიანს უძილობაც აწუხებს, ხო, რაღაც წუხდება და ეს ყველაფერიც ფიზიკურადაც მოქმედებს, მაგრამ გარდა ამისა, ძირითადად ზაფხულზე გვაქვს ხოლმე მოლოდინები დამყარებული, რომ აი ზაფხული მოვა, ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ და მთელი წლის განმავლობაში საერთოდ შეიძლება არც დავისვენოთ, იმიტომ რომ ზაფხულის მოლოდინში ვიყოთ და ზაფხულში მე ისეთი დაღლილები ვართ და ამ შვებულებაში და ამ დასვენების დროსაც იმდენად ვერ ვახერხებთ მოდუნებას, რომ შეიძლება შვებულებიდან კიდევ უფრო დაღლილები ჩამოვიდეთ. ამიტომაც ამ შემთხვევაში ჩემი პირველი რჩევაა, რომ მთელი წლის განმავლობაში ყოველდღიურად რაღაცა პატარ-პატარა რესურსები საკუთარ თავში მოიძიონ, ანუ რა ანიჭებს სიამოვნებას, თუნდაც აი ტელეფონის გარეშე ბევრი ამბობს, მაგრამ მართლა ძალიან კარგია, რომ აი ნახევარი საათი ტელეფონის გარეშე იმუშერხებთ, მოდი ვაღიაროთ. კი, ყველანი დამოკიდებულები ვართ, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ, რომ რო გადავდოთ 1 საათი როგორი დიდი ის. 1 საათი კიდე შესაძლებელია, მაგრამ 1 დღე უკვე ხო, იმიტომ რომ მაგის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია, რაღაცა ბევრი რაღაც შიშთანაც კი უკვე ასოცირდება, რომ ტელეფონი თუ არ გაქვს რაღაც ხდება და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მთელი წლის განმავლობაში, პლუს აი მაგალითად ზაფხულში ხო, წავიდით დასასვენებლად, ვისვენებთ და ნუ ყველას გვიყვარს ეს გარუჯული სხეული, ხო, რაღაცა ულტრაისფერ სხივებს რო ვიღებთ, მაგრამ რამდენად მსიამოვნებს მე ამ მზის ქვეშ დავუშვათ 3 საათი წოლა, დავუკვირდეთ ჩვენ სხეულს. თავარია რომ რუჯი მქონდეს თუ თავარია ბედნიერი და რესურსულ მდგომარეობაში ვიყო და მაგალითად 1 საათი ვიწვე მზის გულზე, არ მესიამოვნოს, ავდგე და წავიდე დავუშვათ ყავა დავლიო, რაღაცა ცივი ჩხაპი გადავივლო, ან დილით ადრე გავიღვიძო მზის სამოსვლას შევხედო და ამით მივიღო სიამოვნება და ამაში ვიპოვო ჩემი რესურსი. ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შენ რა განეჭებს სიამოვნებას. ისე და ისე მივიდივართ აქ. საკუთარ თავთან კონტაქტში, იმიტომ რომ რაც შენთვის არის მნიშვნელოვანი, შეიძლება ეს არ იყოს შენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მთავარია მაინც აი სხეულთან კონტაქტი რა. არ ნიშნავს ზაფხულში რომ მივიდივარ დასასვენებლად, მთელი დღე ხო არ უნდა გავატაროთ გადარბენაში, ხო? მთელი დღე ხო არ უნდა გავატაროთ მზის გულზე. ყველა ვარიანტში დამღლელია, მაგრამ რაღაცა ისე გვაქვს, რომ აი მივდივართ წვიმა არ იყოს, ხო? რაღაცა ამ ხო დღეში ხო არის ხოლმე ესე, რომ აი რუჯი მოვასწროთ, კარგად დავისვენოთ, მაგრამ სინამდვილეში უკვე დაძაბულები ვართ, უკვე სტრესულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და სტრესი არ გვაძლევს საშუალებას, რომ გავთავისუფლდეთ. ამიტომ მოდი დავაკვირდეთ, რომ მართლა იქნება აღარ მინდა გამოძინება მინდა უბრალოდ და გამოვიძინო. იქნება მინდა რომ რაღაცა ყავა დავლიო, ხო? რაღაც გავაკეთო, დისკოტეკაზე წავიდე, არ ვიცი რა, კლუბში წავიდე. ან შეიძლება ეს კლუბში საერთოდ არ მინდა წასვლა, დაგეგმება, გადავიფიქრე და სხვა. ანუ აი ეს არის, რომ რესურსულ მდგომარეობაში, ანუ საკუთარ თავთან დავრჩეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ, რომ აი ეხლა ენერგია რამ გამომაცალა მაგალითად. ხო, მაგალითად აი ამ თუნდაც ამ ადამიანთან ურთიერთობა ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ხო არ არის რაღაც ხო არ მაცლის ეს ადამიანი ენერგიას. მოდი იქნება ჯობია სხვა ადამიანთან წავიდე და ანუ სულაც მარტო წავიდე და მარტო გავატარო ეს დრო. ანუ ამაში არაფერი არ არის ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს და არ ნიშნავს რომ ის ადამიანი ან ცუდი ან ჩვენ ძალიან კარგი ვართ, ხო? ჩვენ ვართ ის რაც ვართ. ანუ
ანუ ყველანი ხო ეს მოცემულობაში და უბრალოდ ისევ და ისევ ეგ არის რომ რაღაცა მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ შვილებს ხო მთელი წლის განმავლობაში ხო ეს ბავშვები სკოლაში დადიან ჩვენ მუშაობთ აი მოდი მეტი დრო დაუთმოთ ჩვენ შვილებს იმიტომ რომ ბავშვები განსაკუთრებით ეხა პატარა გყავს და პატარა ბავშვთან ურთიერთობა ისეთი რესურსულია აი მე ვამბობ ხოლმე რომ მეც 5 წლის დიშვილი მყავს და პატარა ბავშვი ვარ მასთან ურთიერთობა რომ აქვს და იმდენად რესურსული ვარ მე მთელი დღის განმავლობაში იმიტომ რომ მე ვაკეთებ იმას რაც მსიამოვნებს და პლუს ერთი კარგი არის რომ დაუკვირდეთ კიდევ აი ჰობი მაგალითად თუ არ ვიცით რა გვინდა და რა გვანიჭებს სიამოვნებას ცოტა ბავშვობაში რო წავიდე და გავიხსენოთ რომ აი ბავშვობაში ყველაზე მეტად რა გვიყვარ და რა გვანიჭებდა სიამოვნებას და აი მე ის გადმოვიტანოთ პრაქტიკაში შეიძლება ეხა დაუშვათ ცოკა თუ გვანიჭებდა სიამოვნებას დაუშვათ სუხიშვილების დონეზე ვერ ვიცეკოთ მაგრამ ხო შეგვიძლია წავიდეთ და ან სახში ვიცეკოთ ან რაღაცა განწყობის დონეზე და ამიტომ მაინც ყველა პიროვნულ განვითარებაზე და საკუთარ თავთან ჩაღრმავებაზეა ყველაფერი და მე უფრო ვუახლოვდები. ანუ ჩვენი რუბრიკა რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი სათქმელია კიდევ უფრო უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და უფრო მივხვდებით, როგორ და აღვიდგინოთ ის რესურსი, რაც შეიძლება დაკარგული გქონდეს ამ სამუშაო წლის პერიოდში. ნათია, მადლობას გიხდით სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით ნათია უდიაშვილთან ერთად. ჩვენი თემა იყო ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ბალანსის დაცვა. გემშვიდობებით და ყველას წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ლანა. შენ და შენ სტუმარსაც ყურადღებით გისმენდით და ძალიან ბევრი საინტერესო რჩევაც. და გიორგიმ გადაწყვიტა რომ დღეიდან დაიწყოს ცეკვა. იმისთვის რომ კარგად აღიდგინოს. ეხლა ვარჩევთ ჟანრს, თუ რომელ ჟანრში უნდა გადავწყდეთ. კი ბატონო.